ამ ეპიზოდში ვაგრძელებთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონის კითხვას. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს გვაქვს მე-16 ეპიზოდი. კანონი 7, რომელიც ჩემი აზრით არის ამ წიგნიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი და ზოგადად ძალიან გასათვალისწინებელი ცხოვრებაში. ამიტომ მე მგონი ბოლომდე უნდა ნახოთ ეს ვიდეო. სხვები ჩართეთ და ამუშავეთ თქვენს სასარგებლოდ, მაგრამ სამუშაოს შემსრულებლის სახელი ყოველთვის თქვენი უნდა დარჩეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერის მანძილზე სულ ამ კანონის დაცვით მოქმედებდი, მაგრამ ყოფილა პერიოდები, როცა ვმოქმედებდი, ყოფილა პერიოდები, როცა სხვები მრთავდნენ სათავისოდ და ესე ვთქვათ, მიისაკუთრებდნენ ჩემს ნაშრომს, ამიტომ ორივე მხრიდან შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ და ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ ეს თქვენს სამსახურებში თუ ზოგადად საქმიანობებში. კანონის ფორმულირება პრინციპი. გამოიყენეთ სხვა ადამიანების სიბრძნე, ცოდნა და გამოცდილება თქვენი საქმის წინსვლისთვის. ეს არა მხოლოდ ძვირფას დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ, არამედ სწრაფად და ეფექტიანად მომუშავის რეპუტაციას შეგძენთ. საბოლოო ჯამში თქვენს დამხმარეებს დაივიწყებენ. თქვენ კი ყოველთვის ემახსოვრებით, არასოდეს გააკეთოთ თავად ის, რაც თქვენთვის სხვებმა შეიძლება გააკეთონ. აქ პირდაპირ სამი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, კარიერის დასაწყისში არ ვიყავი ისეთი გამოცდილი, როგორც ახლა, ამიტომ ესე ვთქვათ, რაღაცნაირი სხვადასხვა გამოყენება ქონდა ამ კანონს ჩემს ცხოვრებაში. ხან ჩემზე იყენებდნენ, ხან მე ვიყენებდი სხვებზე, ამიტომ სამი მაგალითი გამახსენდა ამ კანონის გადაკითხვისას და სამივეს დასაწყისშივე მოგითხრობთ. ჩემი მეორე სამსახური საჯარო მიმართულებით იყო, ანუ საჯარო მოხელე ვიყავი იურისტი ერთ-ერთ სამინისტროში და იურიდიულ დეპარტამენტში 20-მდე თანამშრომელი ვიყავით. და ყველა თანამშრომელი მართლა იყო ძალიან გამოცდილი, მშრომელი, ბევრი წელი მუშაობდნენ მანდ, კარგად ესმოდათ ის საქმე, რასაც აკეთებდნენ, კეთილსინდისიერები, აი კარგი საჯარო მოხელეები იყვნენ ნამდვილად, მაგრამ ამ დეპარტამენტს ყავდა ყველანაირი, ესე ვთქვათ, მოლოდინიდან და ლოგიკიდან ამოვარდნილი უფროსი. ეს დეპარტამენტის უფროსი სავარაუდოდ ან ნაყიდი ქონდა დიპლომი, ან არ ქონდა დიპლომი, თუმცა ვერ მოხვდებოდა დიპლომის გარეშე იქ, იმიტომ რომ არაფერი არ ეტყობოდა მას, რომ როდისმე 2-3 თვე მაინც ქონია იურისპრუდენციასთან შეხება რამე დაწესებულებაში. მან იცოდა მარტო ზეპირად ერთი კონკრეტული კანონი, რომელიც ყველაზე ხშირად სჭირდებოდა ამ დეპარტამენტს და სამინისტროს და იმის იქით ზოგადად როგორ მუშაობს სამართლის სისტემა მსოფლიოში, საქართველოში, მოკლედ არაფერი არ იცოდა. გარდა ამისა, ჰქონდა საშინელი ქცევები, აი აგინებდა თანამშრომლებს რამდენიმეს. ეს რა თქმა უნდა ყველას ძალიან გსტრესავდა და მისი კაბინეტიდან ძალიან ცუდი სიტყვები გამოდიოდა. საშინელი ადამიანი იყო, ყველანაირი გაგებით. აი მართლა ვფიქრობდი, რომ ღმერთო, ნუ თუ ეს არის საჯარო სამსახური და ეს არის საჯარო მოხელის სახე საქართველოში, სადაც პირიქით რაღაც უფრო კონსერვატორული დამოკიდებულება არის, ხო, მაგ მიმართულების მიმართ და რაღაც ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე, თუნდაც სტაჟიორი ეგეც სივრცეში რომ მოხდა და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ადამიანს იმის გამო, რომ ერთი კონკრეტული კანონი, რომელზეც ყველაზე ხშირად იყო საუბარი, ისე ქონდა გათავისებული, თითქოს თავის დაწერილი იყო, ქონდა იმიჯი ჩაუნაცვლებელის. აი მთელ დეპარტამენტს რომ ეშიულა მისთვის და ეთხოვათ, რომ გაუშვით სამსახურიდან, აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ზედა დონეზე ის იყო
მისი იმიჯი იყო ჩაუნაცვლებელის, იმიტომ რომ აი ეს ერთი კონკრეტული საკითხი ძალიან კარგად იცოდა და რა თქმა უნდა, ახლა ამ დეპარტამენტს სხვა ბევრი საქმეც ჰქონდა, მაგრამ ის ისე წარმოაჩენდა თავს, რომ დანარჩენებმა არავინ არაფერი არ იცის და რომ მის გარეშე ჩვენ ყველა დავიკარგებით, ბრინჯივით დავიფანტებით, ვერ გავაკეთებთ საქმეს და რეალურად ის მოდიოდა სამსახურში საღამოს 5 საათზე, 3-4 საათი რჩებოდა, რომ იმიჯი ქონოდა ვითომ აი გვიანობამდე არის და მთელ საქმეს ჩვენ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვაკეთებდით და ხშირად იძულებითაც ვიწევდა ხოლმე დარჩენა. ვერ ვხვდებოდი ეს ამ ადამიანის ხასიათია ესეთი, რომ ყველა საქმეს მიიწერს თუ ეს არის ნორმა, რა ხდება და ესეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად საყრდენი არ აქვთ გამოცდილების და ცოდნის, ყოველთვის ცდილობენ, რომ სხვების გაკეთებული საქმე მთლიანად თვითონ მიიწერონ, აი არავინ არ გამოაჩინონ იმისთვის, რომ ეს ჩაუნაცვლებელის იმიჯი შეიქმნან, რადგან რეალურად ისინი არაფერზე არ დგანან და ეს რომ არ შეიძინან, ვერ გადარჩებიან. ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ კანონს კი არ გამოიყენებენ, ზეგამოიყენებენ, ანუ ესე ვთქვათ, ბოროტად იყენებენ და ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, მაინც სუდად ამთავრებენ, როგორც შემმა უფროსმა დაამთავრა, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება სხვისი საქმე მიიწეროთ, მაგრამ თუ არაფერში არ ჩაიხედეთ და არაფერში არ გაერკვიეთ, სადღაც მაინც გამოჩნდება თქვენი უცოდინრობა და ის რომ ძალიანაც ჩანაცვლებადი ხარ. ამიტომ აუცილებელია რომ გავერკვეთ იმ რაღაცეებში, რაზეც ვამბობთ, რომ ჩვენი გაკეთებულია ან მონაწილეობა მიგვიღია და იცით რა არის, ახლა არ მინდა რომ იფიქროთ, რომ აი ეს სხვისი გაკეთებულის მიწერა მაინც და მაინც ცუდი არის. არ არის ცუდი, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როცა არავის არ აინტერესებს რეალურად ვინ გააკეთა საქმე, იმიტომ რომ შენ ხარ საკონტაქტო პირი. მე მქონია ეგეთი შემთხვევა, სხვადასხვა დამკვეთი მყოლია ჩემს საკონსულტაციო ბიზნესში და რეალურად იმათ არ აინტერესებდათ მე ჩემ დაქვემდებარებაში რამდენ ადამიანს ვამუშავებდი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ ხასიათზე იყვნენ, ან რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, იმიტომ რომ მე პრეზენტაციას ვუკეთებდი შედეგის და იმათ ჩვენ თანამშრომლებად კი არ ავყავდით, ან მე კი არ მინდოდა თავის მოწონება, მე თვითონ თვემდე მაინც იგივე ხელფას ავიღებდი. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არის ბუნებრივი მოცემულობები, როცა მთელი გუნდის გაკეთებული საქმე ერთ ადამიანს მიეწერება ხოლმე. ამიტომ ნუ შევხედავთ ამ კანონს ისე, რომ აუცილებლად ცუდად უნდა გამოვიყენოთ. ავტორს ძალიან კარგი მაგალითი აქვს მოყვანილი ტომას ედისონის და ნიკოლა თესლას ურთიერთობის შესახებ. ნიკოლა თესლა მუშაობდა ედისონთან კომპანიაში და ერთ-ერთ გამოგონებაზე, რომელზეც ის მუშაობდა, იმდენად ედისონს ეჭვი შეეპარა, რომ გაკეთებადი იყო, ესეთი რაღაც უთხრა, რომ შენ თუ ამას გააკეთება, მე $50,000 მოგცემო ანაზღაურების სახითო და ნუ ედისონს ეგონა რომ ეს მთელი ცხოვრება ვერ დაამთავრებს არა მაგას და რა თქმა უნდა ტესლას გენიალურმა ტვინმა ამის ყველაფრის გაკეთება შეძლო და როდესაც გაუკეთა ედისონს პრეზენტაცია მისი მიღწევების და გამოგონების შესახებ მე შეახსენა რომ ხო გახსოვთო რომ ამ გამოგონებაშიო თქვენო $50,000 დამპირდითო და ედისონმა უთხრა შენო ეტყობაო ამერიკული იუმორის არ გესმისო ესო იმ რამხელა თანხაო მეო საიდან შეგპირდებოდიო უბრალოდ გეხუმრეო და $10 შესთავაზა ყოველკვირეულად ანაზღაურების მომატების სახით და ისტორიამ ანახა ნამდვილად დღეს დადასტურებულია რომ ნიკოლას ტესლა იყო გენიოსი და ედისონი გამომგონებელი თითქმის არც იყო უბრალოდ ის იყო მაშინდელი ილონ მასკი რომელსაც ნამდვილად ჰქონდა შესაბამისი განათლება ძალიან კარგად ერკვეოდა ყველაფერში რაზეც მისი კომპანია მუშაობდა უბრალოდ ის ქირაობდა ძალიან გამოცდილ ჭკვიან ესე ვთქვათ აი ბრილიანტის გონების ხალხს ვინც მასზე მუშაობდნენ და შემდეგ ეს ძალიან ბევრი გამოგონება მის სახელზე დარჩა ანუ
ანუ დღეს ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, მაგრამ ედისონი იყენებდა ზუსტად ამ კანონს, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობ და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი თანამედროვე გამომგონებელი და ბიზნესმენი იყენებს ამას, მაგალითისთვის ბილ გეიტსი. ბილ გეიტსი ავტომატურად ყველას გონებაში დალექილია როგორც Microsoft-ის გამომგონებელი, მაგრამ რეალურად Microsoft-ის კოდი დაწერილია პოლ ალენის და სხვა ათასობით კოდერის მიერ. და უბრალოდ ჩვენ ვიცით ის, ვინც ამაზე საუბრობს, ვინც გამოდის ხალხში, რეკლამას აკეთებს, ანუ ესე ვთქვათ, ვინც არის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირი და მე იმის იქით აღარ გვაინტერესებს. ილონ მასკი ვახსენეთ და აი გავიხსენოთ მას პირადად რა გამოგონება აქვს, ხო? მასზე მუშაობს ათასობით ინჟინერი, თვითონაც არის ინჟინერი, უბრალოდ ის აკეთებს მენეჯმენტს, ის ეძებს საუკეთესო კადრს იმისთვის, რომ მიიღოს თავისი იდეების შესრულება და რეალიზება. თუმცა გამომგონებლები რეალურად არიან სხვები და არა ის და ამას ისტორიაში წარსულშიც ხვდებოდით, დღესაც ხვდებით და მომავალშიც შევხვდებით და ამაში არაფერი არ არის ცუდი, რომ ადამიანს ჰქონდეს ორგანიზების, კოორდინაციის, ტალანტის აღმოჩენის ნიჭი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა იბადება სხვადასხვა შესაძლებლობით და მე თუ ვიცი, რომ არ ვარ გენიოსი მათემატიკოსი, მაგრამ ჩემს პროგრამას ჭირდება გენიოსი მათემატიკოსი, ვიდრე მე გავიხდი თავს გენიოს მათემატიკოსად, ჯობს ავიყვანო კადრი, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უნდა გადავუხადოთ ძალიან კარგად, რასაც იმსახურებს, თუმცა ისტორია გვანახებს, რომ ესე არ იქცეოდა მაგალითად ედისონი და შევქმნათ პროდუქტი. არ არის საჭირო, რომ ყველაფერი ჩვენ ვაკეთოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ სიზარ მაცესთან, ეს არის სტრატეგიული მოქმედება, დროის, ფულის, ნერვების დაზოგვა და ასევე ეფექტურობა. ავტორი გვეუბნება. ტესლას ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება სურდა და შედეგად სიღატაკეში აღმოხდა სული. ისწავლეთ სხვა ადამიანების შრომის შედეგისგან სარგებლის ნახვა, საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დრო ფასდაუდებელია, ცხოვრება კი ხანმოკლე. ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთებას, როცა ცდილობ დროზე ადრე დაიქანცებით, დაკარგავთ სასიცოცხლო ენერგიას. ბევრად უკეთესია ძალების დაზოგვა, სხვების შეცდომების გამოყენება, მათი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინება და იმ ხერხის პოვნა, რომლითაც შეიძლება მათი მითვისება. ამასთან დაკავშირებით ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ზოგადად ძალიან მომწონს მეწარმეობის, ანუ ანტრეპრენერობის იდეა და ძალიან მაგარია, მაგრამ ხშირად ეს სტარტაპები ვერ აღწევენ წარმატებას. არსებობს სტატისტიკას, ზუსტად არ მახსოვს პროცენტული მაჩვენებელი, მაგრამ 90%-ზე მეტი სტარტაპი 10 წელზე მეტი ვერ მუშაობს. და რატომ? იმიტომ რომ როდესაც შენ სტარტაპი გაქვს და თავიდან გაქვს შეზღუდული შესაძლებლობები, ცდილობ რომ ყველაფერში კი კადრები დაიქირაო, გარდა რამდენიმე, ესე ვთქვათ, მიმართულების. ან შეიძლება მარტო აკეთებდე საქმეს, შენ იყო ბუღალტერიც, შენ იყო პროგრამისტიც, შენ იყო, არ ვიცი, ფინანსისტიც, იურისტიც და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც კი შემოსავალი ჩნდება, რაღაცნაირად აი ეს ეკონომიის მოუდი აქვს მაინც ადამიანს ჩართული და არ უნდა რომ ახალი კადრები დაიმატოს და რეალურად თავის გადაწვის ხარჯზე ხდება ეს. სხვათა შორის ძალიან წარმატებული ბიზნესი დაიხურა ქალის ეხა, რომელიც აკეთებდა საკმაოდ განსხვავებულ მაღალი ხარისხის და ძვირიან სანთლებს, აი დავურთავ ვიდეოში, მართლა ძალიან ლამაზი პროდუქტი ჰქონდა და ძალიან წარმატებული იყო, ბევრ პლატფორმაზე იყიდებოდა, Vogue-შიც მოხვდა, მაგრამ დახურა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საყვარელი საქმიანობა იყო და მიზეზად თქვა გადავიწვიო, ანუ მასალებსაც მე ვყიდულობდიო, მე თვითონ ვაკეთებდი სანთლებსო, მე ვფუთავდიო, ფოტოებს ვიღებდიო, ბუღალტერიასო, ანუ ყველაფერს აკეთებდა თვითონ და გადაიწვა და რეალურად თან
იმ საყვარელი ნაწილისთვის, რაც იყო კრეატიული პროცესის სანთლის კეთება, ცოტა დრო რჩებოდა და უკვე ძალიან გადამწვარი იყო, როცა მიხვდა, რომ კადრები უნდა აეყვანა და საერთოდ გადაწყვიტა, რომ ეს საქმიანობა უნდა და დროებით შეეწყვიტა. ეს არის ერთი მაგალითი, რაც აი ამ დღეებში მოხდა და მაგიტომ მომყავს, არა უამრავი შემთხვევა არის და ჩემი პირადი რეკომენდაცია იქნება, როდესაც კი გაგიჩნდებათ შესაძლებლობა თუ გჯერათ თქვენი იდეის და გინდათ რომ შეინარჩუნოთ, აუცილებელია რომ ისწავლოთ დელეგირება და დაიწყოთ თანხის ხარჯვა. არ შეიძლება რომ მარტო დაგროვება გვინდოდეს. უკანაც უნდა ჩავაუბრუნოთ ბიზნესში, ესე ვთქვათ, მიღებული თანხა იმისთვის რომ კიდევ და კიდევ უფრო განვითარდეს. ერთ-ერთ ჩემს სამსახურში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვიყავი და მექვემდებარებოდა 6-8 კაცი. გააჩნია რა პერიოდი იყო. მაგრამ საქმე იმაზე უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მაშინ, როცა მე ვექვემდებარებოდი სხვას. და სულ ფიქრობდი, რომ ეს სხვა კომპანიებში დეპარტამენტის უფროსები ხო ბევრად თავისუფალი გრაფიკი აქვს, მარტო ზარებზე შედიან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებენ და რა გჭირს ელენე შენ რომ აი ისევ იმ საქმეს აკეთებ. რასაც აკეთებდი, არ ვიცი, 5 წლის წინ. და მე მივხვდი, რომ ძალიან მიჭირდა კადრების ნდობა. ნდობა იმაში კი არა, რომ მომატყუებდა რაღაცას. ნდობა იმაში, რომ შეცდომას დაუშვებდა და ეს დოკუმენტი, რადგან გადიოდა ჩემგან, ანუ ჩემი სახელით, მე ვიყავი დეპარტამენტის უფროსი, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო სწორად და მე რაღაცნაირად შევცვალე ეს მიდგომა, მივხვდი, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება და მუშაობდი და თან რეალურად ამ ადამიანებს არაფერი არ დაუშავებიათ, რომ მე მათ არ ვენდობოდე და ესეთი სტრატეგია მქონდა, რომ გადავანაწილებდი ყველაზე საქმეს, ჩემთვის ვიტოვებდი მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეებს და უკვე იმ პროექტებს, რომლებზეც ისინი მუშაობდნენ, ისინი აგზავნიდნენ თავის სახელით და მე უბრალოდ სისიში მიმოწერაში ვიყავი და ადრესატი ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი ამ დეპარტამენტში უშუალოდ არის პასუხისმგებელი ამ პროექტზე და მაგალითად თუ კარგია, იქნებოდა მისი დამსახურება და თუ ცუდი იყო, ესეც მისი დამსახურება იქნებოდა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩემთან იქნებოდა პრეტენზია, თუმცა ამით გავზარდა ჩემი თანამშრომლების ცნობადობა. ესე ვთქვათ, მე ამ კანონის დარღვევით ვიმოქმედე, რადგან გულისიღრმეში მე მართლა მწამს, რომ როცა ადამიანს ჭირდება ცნობადობის გაზრდა, შენ უნდა დაეხმარო. თუ არ ჭირდება და მას არ უნდა მაგ სამსახურში წინსვლა, მიდის სამსახურიდან სასწავლებლად ან არ ვიცი, სხვაგან დადის გასაუბრებაზე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ არ შეუწყოთ ხელი, მაგრამ მე მგონია, რომ კარგი ლიდერშიპის ნაწილი არის შენი კადრების აყვავება, წინსვლა, ხელფასის მატება და სამომავლოდ მომზადება იმისთვის, რომ შენი პოზიცია დაიკავონ და აქედან გამომდინარე მე მიქსი მქონდა, ესე ვთქვათ, ამ კანონის იმ თვალსაზრისით, რომ დელეგირების ნაწილში ვაკეთებდი დელეგირებას და დრო გამოვინთავისუფლე, თუმცა ასევე მათ ცნობადობაზეც ვზრუნავდი და არ ვისაკუთრებდი მათ ნაშრომს. არ ვიცი თქვენ რომელი მიდგომა მოგეწონებათ, ავტორისეული, ჩემეული თუ თქვენ შეგიძლიათ რაღაც თქვენი შექმნათ, მაგრამ რა თქმა უნდა გააჩნია რას აკეთებთ, რა გინდათ მაგ სამსახურისგან, როგორი ტიპის ლიდერი ხართ და რა გუნდი არის თქვენს დაქვემდებარებაში. ძალაუფლების სამყაროში ჯუნგლის კანონი მოქმედებს. არიან ისინი, ვინც ნადირობს და კლავს და მრავლად არიან ისინი, ვინც სხვების ნადირობის ხარჯზე გადიან ფონს. ეს უკანასკნელნი ნაკლებად გამორჩეულები, ნაკლებად ნიჭიერები არიან და ხშირად არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეასრულონ ის სამუშაო, რომელიც მათ ძალაუფლებამდე მიიყვანდა, მაგრამ ადრევე გაიაზრებენ, რომ მოთმინებას თუ მოუხმობენ, აუცილებლად ისე მოხდება, რომ ვიღაც სხვა მათ გასაკეთებელ სამუშაოს შეასრულებს. ნუ იქნებით მიამიტები, იმ დროს, როდესაც თავს აკლავთ პროექტს, თქვენ გარშემო სხვავები ტრიალებენ და იმ მომენტს ელიან, როდესაც თქვენი შრომის ნაყოფით ისარგებლებენ და წარმატებასაც კი მიაღწევენ თქვენი შემოქმედებითი
უნარების წყალობით. აქ ერთი ესეთი მაგალითი მახსენდება. ერთ-ერთ კანადურ ამერიკულ კომპანიას დავეხმარე საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში და შემდეგ მათ შემომთავაზეს, რომ ამ სამსახურში მე ვყოფილიყავი საოპერაციო მენეჯერი. ოღონდ დახმარება ბაზარზე შემოსვლაში ვგულისხმობ ყველაფერს. კადრების აყვანიდან ავეჯის შერჩევით დამთავრებული სადაზღვევო პაკეტი, აი სულ ყველაფერს ესე ვთქვათ, რომ აწყობ და ჩააბარებ ბიზნეს დამკვეთს. და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უკვე ამყავდა კადრები, მაგრამ თავიდან ამყავდა ის კადრები, ვინც ესე ვთქვათ, ჭირდებოდა კომპანიის ასამუშავებლად და მერე უკვე გადავდიოდით ისეთ კადრებზე, რომლებიც უშუალოდ საოპერაციო ნაწილში იმუშავებდნენ. ესეთი სიტუაცია იყო, რომ მე რაღაცნაირად არ მინდოდა დიდად მიწერა საკუთარ თავზე, რომ მე გავაკეთე აქ ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში მე თავიდან არ ვფიქრობდი, რომ მან მუდმივად ვიმუშავები, ანუ ვიყავი კონსულტანტი და მეორე ის, რომ რაღაცნაირად მაინც ეგეთი ვარ, რომ აი ბევრს ვიშრომებ და მგონია, რომ შემომჩნევი, მაგრამ დღეს ამას არ ვეთანხმები, ანუ ესე აღარ ვაკეთებ. უბრალოდ ეგეთი ვიყავი და ეს ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი კადრი იყო, ვინც ავიყვანე, იმდენად დაიჯერა, რომ რამეში მიიღო მონაწილეობა, ოღონდ არაფერში არ მიუღია მონაწილეობა, რომ გაიხსნა ოფისი, წინა 2 დღით ადრე ჩაერთო, ესე ვთქვათ, მუშაობაში და იმდენად არაფერში არ მიუღია მონაწილეობა და ვერ გეტყვით, უნდა მიეღო, არ უნდა მიეღო, იყო სიტუაციები, რომ უნდა მიეღო, მაგრამ არ მოდიოდა, იმიტომ რომ ჯერ არ მოწმდებოდა რეალურად, რადგან ოფიციალურად გახსნილები არ ვიყავით და დამკვეთის მიერ ესე არ მოწმდებოდა ვინ დადის, ვინ არ დადის, მაგრამ იმდენად დაიჯერა, რომ ეს იყო მისი შემოქმედება, დაიჯერა თუ მისაკუთრება უნდა და რომ ეს იყო მისი შემოქმედება, ამომიჩემა და რაღაცნაირად აი ყველანაირად ცდილობდა ჩემს დისკრედიტაციას, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვიდა მაგ სამსახურში დამაწინაურეს, მაგრამ საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა, რომ ეგ არის შეცდომა, როცა რაღაც გააკეთე შენ და თან ამით არავის არ ეკონკურენტები, რას ვამბობ, რომ მე იქ ვიღაც უფროსი კი არ მყავდა, ვისაც უნდოდა რომ თავის თავზე მიეწერა ეს საქმე, არამედ ერთ-ერთი კადრი, რომელიც ავიყვანე, ის ავწიე, ესე ვთქვათ, ჩემ დონეზე იმ თვალსაზრისით, რომ ჩავდე მაშინ, რომ აი ეს ჩვენ გავაკეთეთ და ეს ჩვენ არ იყო საჭირო. შენ თუ გააკეთე, დაარქვი სახელი ამას და დარჩეს შენ სახელზე. არ არის საჭირო შენი შრომის გაბლენდვა, იმიტომ რომ როგორც ავტორი გვეუბნება და აბსოლუტურად ვეთანხმები, ძალაუფლების სამყაროში ჯუნგლების კანონი მოქმედებს და ძალაუფლების სამყარო ვრცელდება კორპორატიულ სამყაროზეც. ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი თავმდაბლობა და არც სხვების წამოწევა წინა პლანზე, თუ მათ არ აქვს დამსახურება. საერთოდ მე ესე დავასკვენი, რომ კორპორატიულ სამყაროში არის 3 ტიპის ადამიანი. არის მონადირე, არის მსხვერპლი და არის სვავი, რომელიც ელოდება მონადირეს, სანამ მსხვერპლს მოინადირებს და რაც დარჩება, თვითონ აიღებს. ანუ ესე რომ შეხედა ყველაზე კარგ პოზიციაში არის სვავი. სვავს ცოტა ქართულ ლექსიკონში რაღაცნაირად ისეთი დატვირთვა აქვს რა, არც თუ ისე კარგი, მაგრამ ინგლისურად რომ წავიკითხოთ ეს წიგნი, მივხვდებით რომ ძალიან კარგ ჭკვიანურ და იდეაში სხვებისთვის არადამაზიანებელ როლში ყავს სვავი მაგალითად მოყვანილი ავტორს. ძალიან კარგი მაგალითი არის რუბენსის, რომელიც კარიერის დასასრულს ვერ აუდიოდა შეკვეთებს, ძალიან პოპულარული იყო და აქედან გამომდინარე დაქირავებული ყავდა, უბრალოდ სტუდენტებს ზრდიდა, რომელსაც ასწავლიდა მაგალითად ერთს ფეხის ხატვას, მეორეს ხელის ხატვას, მესამეს წრის ხატვას, ანუ ესე ნაწილ-ნაწილ და საამქრო ქონდა მთელი, სადაც ნახატები ესე ნაწილ-ნაწილ იხატებოდა და ძალიან სწრაფად ხდებოდა, დიდი სიზუსტით, ანუ რეალურად თვითონ არ ხატავდა. მაგრამ დამკვეთი როცა მივიდოდა, იმიტომ რომ შეიძლება რამე ხმა გავრცელებული იყო, ან ეჭვობდნენ რომ ესე მალე როგორ ხატავს ამდენ ნახატს,
დამკვეთი რომ მივიდა და რა თქმა უნდა იქ არავინ არ დახვდებოდა ამ დამკვეთს იყო მარტო რუბენსი და ძალიან სწრაფად ხატავდა ნუ დამკვეთისთვის ესე ვთქვა დამკვეთის თვალით თორე რეალურად იმასთან შედარებით ნელა ხატავდა ვიდრე ეს ყველა ადამიანი ერთად და ამაზე მახსენდება ჩემი უფროსი რომელიც იყო უსაქმური არაფერს არ აკეთებდა ოღონდ მართლა არაფერს არ აკეთებდა მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რომ როცა რაღაცას გაგზავნი და ზედაპირული ინფორმაცია მაინც უნდა ქონოდა იმიტომ რომ დაურეკავდნენ რაღაცა კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა და რას აკეთებდა აი როგორ მახსოვს იცით რომ შოქში ვიყავი ამ ადამიანის ამ უნარისგან აი მაგალითად CEO იტყოდა რომ რაღაცა ხელშეკრულება გვიანდება სად არის რატო არ არის და ეს ადამიანი ეტყოდა რომ აი ეხლავე გავაკეთოთ მე და შენ live drafting-ი ანუ live-ში დავამუშაოთ ხელშეკრულების ნიმუში შენ მითხარი რა გინდა და მე ჩავწერ და რას აკეთებდა ანუ მათ ზარს ჩაწერდა ვიდეოთი ხდებოდა და იწერდა ამ ზარს იმ ადამიანს რა უნდა და ვითომ აი ესე აკეთებდა რაღაც ცვლილებებს გადააწითლებდა ამ დოკუმენტებს ვითომ აი გააკეთა live drafting-ი და მე დარეკავდა რომ ეხლა 1 საათში მჭირდება ეს გაკეთებული ოღონდ არ აინტერესებდა შენ გძინავს იმ დროის სარტყელში სადაც ცხოვრობ არ ვიცი საჭმელს ჭამ არ არის სამუშაო დრო ანუ ძალიან დიდ ეფექტს ახდენდა ადამიანებზე რომ ვითომ აი ესე სწრაფად და მაგრა შეუძლია მუშაობა არა და რეალურად ეს იყო ფუტლი არის ანუ მტვერი არაფერი არ იწერებოდა შიგნით ღირებული მაგ ფორმით რომ წაეკითხა ეგ ხელშეკრულება სხვა იურის მიხვდებოდა რომ არის რაღაცა ბლეფი არ ვიცი შემჩნიათ თუ არა მაგრამ ამ ვიდეოს აქვს სხვანაირი ხარისხი იმიტომ რომ ვიღებ კამერით და არა iPhone-ით და მაინტერესებს თქვენი აზრი რომელი ხარისხი გირჩევნიათ იმიტომ რომ ამით ჩემთვის გადაღება უფრო კომფორტულია რადგან ტელეფონიდან ვთავდა წინ და უკან არ მიწევს სიარული მაგრამ რაღაცა მე თითქოს ტელეფონის ფერები უფრო მომწონს iPhone-ი მოკლედ და დამიწერეთ ადამიანმაც რომ მომცეთ რჩევა ამ საკითხზე ძალიან გამიხარდება ვინც სკეპტიკურად უყურებთ ამ კანონს და არ გინდათ არავის არაფრის მითვისება და მარტო ზრუნავთ იმაზე რომ სხვების ცნობადობა გაზარდოთ არის ძალიან კარგი ხერხი რომელსაც მე ძალიან ხშირად ვიყენებ და არის უწყინარი ავტორი გვეუბნება ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ წარსულში შექმნილი ცოდნა და გენიოსად ჩაგვთვლიან იმ შემთხვევაშიც კი თუ მხოლოდ ნიჭიერი მსესხებელი ხართ მწერლები რომლებმაც გამოიკვლიეს ადამიანის ბუნება სტრატეგიის ოსტატები ადამიანური უგუნურებისა და სიგიჟის ისტორიკოსები მეფეები და დედოფლები რომლებმაც ძალაუფლების ტვირთის ტარების მძიმე ხელოვნება აითვისეს მათი ცოდნა იმტვერება მიდით აიღეთ და გამოიყენეთ და თან არავინ არ დაგდებთ თვალს რომ მიითვისეთ აი მაგიტომ მიყვარს კითხვა კითხვა არის უკონკურენტო რაც უფრო ჩავიძირებით სამყაროს ცოდნაში და რაც უფრო მეც წავიკითხავთ და შევიმეცნებთ ისტორიას ფილოსოფიას ფსიქოლოგიას ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრება და კითხვას რაც შეეხება მინდა რომ ესეთი რაღაც გითხრათ მე მარტო ვკითხულობ იმას რაც არის ფურცელზე ანუ ცადე ადრე იქიდან გამომდინარე წიგნები სულ ძალიან მიყვარდა Kindle-ის გამოწერა კი არა და Kindle-ით კითხვა მაგრამ აბსოლუტურად ნუ არ არის ჩემი რა ვერ ვხვდები როგორ უნდა წავიკითხო იქ ვერ აღვიქვამ რასაც ვკითხულობ მაგრამ ეს ბევრი მივლინებები რომ მიწევდა მეთქი აუდიობუქს ჩავიწერ და მოვუსმენ ეგეც არ არის ჩემი რამდენიმე წუთში ვითიშები და აღარ მახსოვს რა არის და დამაინტერესა მარტო მე ვარ ესე თუ რა ხდება და ნამდვილად ნეირომეცნიერება ადასტურებს რომ ადამიანის ტვინი აღიქვამს ფურცელთან შეხებას მის სუნს ტემპერატურას, რა ხარისხია, რა ფაქტურაა, როგორ წერია, ამ ყველაფერს და ბევრად უფრო კარგად იმახსოვრებს შედის კითხვის პროცესში და ზოგადად თუ უნდა რომ ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში და ცნობიერში დაილექოს, სრულია რომ წიგნი იკითხოს იმ სახით, როგორიცაც ვკითხულობდით ადრე და ელექტრონულ ფორმატში ან აუდიო ბუქის ფორმატში
წაიკითხოს და მოისმინოს, მაშინ როცა რაღაც ზედაპირულს კითხულობს ან გართობის მიზნით აკეთებს ამას. მოკლედ ეს ჩემთვის დავადასტურე და მინდოდა რომ თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ინფორმაცია. ამ კანონის საპირისპირო მოსაზრება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რიჩარდ ნიქსონის ვიზიტის იდეა პირველად სწორედ მისი იყო, მაგრამ ვერასოდეს განხორციელდებოდა ჰენრი კისინჯერის დიპლომატიური ოსტატობის გარეშე და მაინც, როდესაც დიდების მოხვეჭის დრო დადგა, კისინჯერი ტაქტიანად ჩრდილში გადავიდა და ლომის წილი ნიქსონს დაუთმო. მან კარგად იცოდა, რომ დროთა განმავლობაში სიმართლე ამოტივტივდებოდა და არ შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს საბანს თავისკენ ეკაჩებოდა. კისინჯერი ოსტატურად თამაშობდა, ხელქვეითების აღტაცება მოინკა. იმავდროულად კი ზემდგომს დაუთმო პრიორიტეტი და დიდება, აი სწორედ ასე უნდა ითამაშოთ ეს თამაში. რა თქმა უნდა, სამუშაოს შემსრულებლის სახელი ყოველთვის თქვენი ვერ იქნება, თუ არ გიწყობთ გარემო და პოზიცია ხელს. და როცა ხვდებით, რომ თქვენს უფროს არ უნდა თქვენი სახელის გაჟღერება, ამან შეიძლება გააღიზიანოს, ან უბრალოდ ხართ დამწყები, ესე ვთქვათ, თქვენს პროფესიაში, ან რაღაც ისეთ დამწყებ საფეხურზე კონკრეტულ კომპანიაში, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ, იმიტომ რომ ეს სახელის მოხვეჭა და ცნობადობის გაზრდა, ამის სურვილი შეიძლება კარიერის მაგ ეტაპზე იყოს თქვენთვის საზიანო და პირიქით სამსახურის დაკარგვაც გამოიწვიოს. ანუ ეს კანონი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როცა არის გონივრული პირობები ამ კანონის გამოყენებისთვის და კისინჯერივით უნდა მოვიქცეთ, ანუ არ უნდა გავაღიზიანოთ ჩვენ შემთხვევაში, ვინც იქნება ნიქსონის როლში. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კანონი იყო. გამოიწერეთ ჩემი არხი, მომწერეთ ინსტაგრამზე თქვენი კითხვები, ან უბრალოდ გამომიწერეთ, იმიტომ რომ ინსტაგრამისთვის გეგმავ რომ კიდე ცალკე ვიდეოები ჩავწერო, ანუ ინსტაგრამის ფორმატსაც ესე ვთქვათ მოვარგო რაღაცნაირად ჩემი კონტენტი და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს არხს უყურებთ, მოგწონთ გადაცემები და თქვენი უკავშირი და კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე ეს საქმე ვაკეთო შინაგანი ენთუზიაზმით და აღტაცებით, ისევე როგორც დღეს, დროებით.